ავტომობილის დიზაინერები მუშაობენ ჩინეთში. ნებისმიერი ავტომობილი დღეს იწყობა ჩინეთში. მითხარი მარკა, რომელიც არ იწყობა ჩინეთში. 70% Toyota უკვე იწყობა ჩინეთში. და რომელი არ იწყობა ის მითხარი? ყველა Mitsubishi, Nissan, Lamborghini, რა გინდა რომ არ იყოს, ხო? Suzuki, Volkswagen, ყველა იწყობა ჩინეთში და ხარისხი ყოველ დღე უმჯობესდება და ხვალ მაინც არის ელექტრომობილების დრო. ახლა მოვზანდით და ეს ავტომობილი დავათვალიერებიოთ. უყურეთ როგორ არის. აი ეს ავტომობილი ოდნავ გამოწიე. აი ეს ავტომობილი მე ვისაც გიცნობთ. მე ვისაც ვიცნობ, ხო? ეს ავტომობილი გიო არის 4x4-ზე. ჯიპია და ვიზუალ შეხედეთ. მე ესეთი არაფერი არ მინახია, ხო? ამან საქართველოში ჩაანაცვლა 50% ავტომობილი, კარგია. 50% ავტომობილი, რომელიც არის 50-60 დოლარის ქვევით. და მე რა ფაში მოგცემთ? მე მინდა უთხრა ქალბატონებს. აი ვფიქრობ, რომ ძალიან მაგარი ავტომობილია და ამ ავტომობილს ჩვენ მივცემთ 27,900 დოლარად. მოდი ერთ წუთი, გიო, აი კაპოტი ააღე უბრალო ავტომობილის. დაიწიეთ. აი ყურე, გამოიწიე, შეხედეთ. ააღეთ კაპოტი და ააღე ახლა ნებისმიერი ავტომობილის კაპოტი ააღე ესე. ვერცეთისას ვერ ააღებ დღეს, ხო? აი ახლა უფრო მეტი ამ ავტომობილს ხვალ რო შემოვიყვან შეკვეთილი რო არიანი, ამას ექნება ზევით დამონტაჟებული დრონი. უყურეთ, დრონი აქვს ორი ცალი დამონტაჟებული, სადაც გინდა წადი და დრონი ააფრინე, გადაიღებს და ისევლე დადგება თავის ადგილზე. მოდი ვიზუალურად ნახე, აი ვიზუალურად ნახე. მე არ ვიცი, მე იმდენად კმაყოფილი ვარ და მადლიერი ამ დიზაინერების. შეხედე. გიო, ისა დათო 4x4-ზე. აბა ჩამოთვალე რა აქვს პლუსი. ეს არის BYD Leopard 3 Ultra, ევროპული ვარიანტი, ვერსია, ევროპული. 2026 წლის მოდელი, სრულად ევროპული ვარიანტი, სრულად ელექტრო, რომელიც ერთი დატენვით გადის 500 კილომეტრს, არის 4x4-ზე, ძალიან ძლავრი 73 კილოვატიანი ელემენტი აქვს. და რაც თავარი არის უმაღლესი კომპლექტაცია, 360 გრადუსი ხედვის კამერა ავტომობილს, აქვს ძალიან ტევადი სათავსოები, დიდი საბარგული, მოყვება 3 დამტენი, სიდენიები გადადის წინ, სავარძლები